ღვიძავს? ვიცი რომ ღვიძავს. რა დაგაძინებს? გადმოხედე ქალაქ შენი შუშის თვალებით. შეხედე, ხალხი გამოფხიზლდა. ყველა სტუდენტიდან დაწყებული პენსიონერით დამთავრებული ყველა ფხიზლობს. შენ გიყურებს, შენ გაკონტროლებს. შენ სიტყვებს ელოდება ყველა. ხო, შენ სიტყვებს. ხომ შეგიძლია ერთხელ მაინც აღიარო, რომ ხალხი შენზე ძლიერია. ნუ გეშინია იმის თქმა, რომ არასწორი გზით მიდიოდი. ნუ გეშინია იმის თქმა, რომ გეშლებოდა. ნუ გეშინია ამ პროტესტის. შიშის ნუ გეშინია. შემოგხედე, ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ ვართ საქართველო. ყველა ჩვენ. ჩვენ ყველა. ყველა საქართველოსთვის. ჩემი საქართველოსთვის. ჩვენი საქართველოსთვის. ერთმანეთისთვის და არავინ შენთვის. საინტერესოა რაც ხედავ შენ. ყველაფერს შუშისას და გამჭვირვალეს. გამჭვირვალეს ზედაპირზე, ძირში კი დამბლს. აი, ეგ არის შენი სისტემა, არაჯანსაღი სისტემა. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სისტემა უნდა დაინგრეს. შენ კიდევ ნანგრევებში მოყოლის გეშინია და რაღაც უნიჭო ფილმებს იღებ. უნიჭო სცენარით და უნიჭო მსახიობებით. მორალურად, უმაყურებელი. იმიტომ რომ ამას მაყურებელი არ დაიჯერებს. აღარ დაიჯერებს. ვერ დააჯერებს. შენი სეანსი დამთავრდა ბედნიერი ფინალის გარეშე. ჩემი ფილმი კი ახლა იწყება. ჩვენი ფილმი იწყება ახლა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ საქართველო. ჩვენ გეშინია თუ შენი წოდების. იგი საკუთარი თავის გეშინია. გაგიშტი. წარსულის გეშინია თუ მომავლის. რა მნიშვნელობა აქვს? პროტესტს ვერ მოკლავ. ვეღარ მოკლავ. იმიტომ რომ ჩვენ ვართ საქართველო.